აი ასე მიუგო 16 სართულიან კოშკში გამოგეტილმა მზეთუნახავმა. შეგაგიმარჯოს ჩემო მაიკო. არა, აი არაჩვეულებრივი არაყია რა. ერთი ჭიქა დილას წამლად. ერთადერთი ჭიქა და მთელი დღის ენერგიას იღებ რა. იმას ვერ შევაგნებინე და ვერ დავალევინე რა. კარგი რა ირუშა, პატარაა ჯერ ბუზღუნდა, შეხალა ხომ არ არის. პატალა, პაწუკა. მაიკო, ვაგვიანებ ეხა მე და საუბრობ ხო ვერ დაველოდებ მე უნდა გავიქცე. კაკაოს ვიკეთებ, შენ რო გიყვარ, შენ საყვარელი. კარგი რა მაიკო რა, ნუ გამაგიჟეთ კაცო, შენ აღარ მოგივიდა. ამ ხელა ტესტირება გაიარა კაცმა. ამ ხელა ტესტირება წარმატებით გაიარა და აქამდე არ უნდა აღვინიშნა ჩვენ ეს. გეკითხებით, აქამდე არ უნდა დაგველია რა კაკაო, რის კაკაო. ბატონო მაპატიეთ და ჩვენ რო გქონდა ტრადიცია იმ წინა სახლში, მინდა ეს ტრადიცია ამ სახლშიც დავნერგო და ჩაგეძიებით. ჩამეძიეთ. დიახ, მადლობთ. თქვენ ახლა ვინ ხართ? რა სტატუსი გაქვთ? სერტიფიცირებული განათლების მუშაკი. აჰა. როგორ ჟღერს? ძალიან მაგრა. სერტიფიცირებული ძალიან მაგარია. აი, მუშაკი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. აბა იმედია. აბა ეხა მკითხე ირაკლი ეხა შავი ძროხა უფრო ჯიუტია თუ წაბლა? შავი თუ წაბლა? არ მაინტერესებს. ეხა მე არც ის მაინტერესებს რომელი უფრო დიდია ბაბალე თუ თებრული. ჩემთვის ეხა სულ ერთია, იმიტომ რომ მე ვარ რა სერტიფიცირებულ. ხო, მეც მაგას არ ვამბობ კაცო, ამ ხელა სერტიფიცირებულმა კაცმა ერთი ჭიქა ეს რაფინირებული არაკი არ უნდა დალიო. კარგი რა ირაკლი რა ეხა ნასვამი ხარ წავა ლექსია ძრებს მეუბნები ხა. რა ნასვამი? აქ ცხენია და თუ რა ნასვამი? ამ სიმაღლეზე ვართ, იცი მთაში არაყი როგორ მიდის, ა? საერთოდ დალებს საერთოდ არ დაგათრობს. ცოტაც რო შეზარხოჩდე მე რა დიდი ამბავი. სანამ შენ ფეხით ჩახვალ 16 სართულს. გამოხვალ გზაში. ქვემოთ უკვე იქნები ფხიზელი. მე ვიცი რა კარგი არაყია, სუნი ამას არა აქვს და გემო. ეგარ შენი მოგონილი სუნი რო არა აქვს და გემო. მიდი კაცო. ო, აი წავედი მე უკვე ხარ. ბუზგუნ, მოიცა, იცი რას ვიზავ? რას? ამ კაკაოს გაგატა სამსახურში და იქ დალია, ხო? ხო. ისა, როგორ წაიღებ? ჩაიდნით თუ თერმოსით? ხონჩით. რას ვეკითხე? არა რატო აბსოლუტურად ლოგიკური შეკითხვა იყო. ჩაიდნით თუ თერმოსით? ეს იკითხეთ ხო თქვენ ქალბატონო მაიკო? დიდი მადლობა. შენ უნდა ირჩიო. რას დაგიძახებენ დღეიდან სტუდენტები? ჩაიდანას თუ თერმოსას? კარგი რა ირაკლია. შეძვალე ეხა მაგვიანდება ისე და წავედი მე უკვე რა. სადა ჩემი ისინი ფაქტები. კარგი, დაწყნარდი, რა მოგივიდა? რა ფაციფუცია, რა ნევროზია, რა ისტერიკა. საათი გადავწიე, კაცო. რაკინი? საათი გადავწიე. როგორ იციხო მე? ეს არა ვთქი რა, დავაგვიანე თქო და ეხა ასე დავრბოდი გიშივის რა. უკან გადავწიე. რა? უკან გადავწიე. უკანაც იწევა საათი. ვერახა ჩეკარგავთ რა, თადარი მობილური ჩემი დავავი. ესე იგი, დალევაზე უარს მეუნდება, ხო ბიჭი?
ბოზო თერმოსი არ დაგავიწყდა მაიმე თერმოსით ვიგა კაკაო ბოზღო რა ხნა ბატონო შენაირად ვერავაწყე ცხოვრება რომ მეუღლე მომიტანოს სამსახურში ის თქვია საჭმელი და ჩtildeში ვჭამო სადმე აი ჩაიცი ბოზო მე ბოზღო მე ჩაიცი ეს დაიჭირე ბოზღო აი ეთესერად როგორია მას გადაიყიდე ბოზღო და ეს ეს წაიღე ბოზღო მოიცა ერთუთი რა ერთუთი ჩემო ბოზღო რა მოიცა აი ასე ესე ჩემო ბოზღო კი თამარ კი გადავცემ კარგი აღარ მესმის შენი ხმა წდება ხმა ითიშება ითიშება ხო კარგი მომიკითხე ჩვენები რამინის ბიჭი რამინის ძროხა ხო კარგი ნახვამდის ვინ იყო? თამარი იყო. ხო, დარეკარო, ვახოს უთხარიო. სამტრედიაში დავრჩები მეო. იმიტომ რომ რამინის უპოვია ვიღაც ექიმბაში. ექიმბაში უპოვია და ანუ ის უმკურნალებს ფეხზე რა. ფეხზე, ხო. ხო, ის უმკურნალებს ფეხზე და სანამ არ მიმკურნალებს, მანამდე ვერ ჩამოვალო. ვა. არა, კარგია ეხა, კარგია ეგა. გაწვალდა გოგო რა ლაშა რა. ამდენი ხანია ეს ფეხი გაუმიზეს და ძალიან. იქნებ მართლა უშველოსი. აბა. ой, ხო, ისა დღეს მაკამ დამირეკა. ხო და საღამოს ყოფილა ბარის გახსნა და დაგპატიჟა. ვინ დაგირეკა? მაკა. მაკამ დაგირეკა? იმიტომ გაგიხარ და შენ ექიმბაში სამბავი? თუ როგორ იყო ეს? რას ბოდიალოფ ეხლა რა. ჩავიდეთ ხო საღამოსი? ჩავიდეთ. ვახო, ხო მართლა თეთრები უნდა ჩავიცვათ და ისე უნდა ჩავიდეთ, ხო იცი? გითხრა ხო მაკამ? რა სურელოფ ეხლა რა თეთრები? მოიცა, მე მითხრა გუშინ საღამოს და დამავიწყდა რომ მეთქვა შენთვის. რა? ყველა იცვამს თეთრებს. ხო, კი, სულ თეთრებს იცვამს ყველა, რაღაც თეთრი საღამოაო თუ რაღაცა ეგეთი იმის გავსი. ხო. შენ მომისმინება ხო? თუ არა გაქვს თეთრი ტანსაცმელი? ხო. თამარს სამტრედიაში არ წაუღია თავის საქორწინო კაბა და ის ჩაიცვი. მიდი ეხლა გაცა. აიწყო აქ რა სისურელები. ვაი ბიჭებო, ხო არ მეძებდით? ტელეფონზე ვლაპარაკობდი იქით. ხო არ მეძებდით? აქეთ ვიყავი. აი! შეხედეთ როგორი საყვარელი ყვავილები მომართვა ჩემმა მეუღლემ. ხო, ესე დილით დამახვედრა ესე ოთახში და დავარბერინებ ესე წინ და უკან. აბა ვახოს კი არ გავს. ვაი მე ვახო ერთი ძალიან კარგი ბიჭია, გაგაცნობ მერე ხო, შენ არ იცნობ ხო? ვახოს იქიდან დავრეკე მობილურზე. ხო, ნაზიდეიდას ველაპარაკე. ხო და ძიძა რო გვინდოდა მიშიკოსთვის გვიშოვა. დღეს საღამოს მოვაძის და დაველაპარაკოთ, ხო? მოიცა ეს ყვავილები. კარგი ძიძა, კარგია. ქეთემან, ახლა ლაპარაკობდი შენ, იქით? ხო, იქით ლაპარაკობდი, ხო, მობილურზე. ეთქობა, თამარის ხმა მაგიტო არ მესმოდა რა. შენ და თამარი, ხო, შენ და თამარი ერთდროულად რო ლაპარაკობთ. ხო. ეს სიხშირები იკვეთება იკვეთება და მე ხარვეზებით მოდის და არ მესმოდა. გაჩერდი ეხლა, ყურებს დაგაჭრით. კეთილ. გაჩერდი. ძიძას ეძებთ? აბა რა. ლაშა. რა იყო ლაშა, რა იყო? აღარ შენ ძიძა? ცოტას გიხდიდნე თუ რატო წახვედი ლაშა, რა? ამას უყურეთ რა დღეშია რა. აბა. არა, ვახო, არა, უბრალოდ დავიღალე ძალიან რა. მართლა ძალიან დავიღალე. თან მე და ქეთემანს დრო აღარ გრჩება უკვე მიშიკოსთვის. მოვაძიძა, გაზრდის ბავშვს, ჩვენც რა თქმა უნდა
ჩავერთვებით ამ ამბავში, მიშიკოსთვის უფრო დიდი დრო დაგვრჩება, ლაპარაკს ასწავლის, რა გაასეირნე. აბა რა. ისე ქეთევან, მე ცოტა მეშინია, რა აბა? რომ მიშიკომ ადვილად ვერ ისწავლოს ლაპარაკი. რატომ? ჩემმა შვილმა? არა, იმიტომ რომ მიშიკო არის დილობიანი ბავშვი. დილობიანი, იცის რომ ლაპარაკი უნდა დაიწყოს მაშინ, როცა სხვები გაჩერდებიან. და თქვენ ხელში რა ვიციებ ახლა? აბა, იცოდე დაგაჭრი ახლა ყურებს. ვაი, ქეთევან. აი ხლა დასვი ადამიანი, დასვი. ბოდიში. ქეთევან, ახლა იქ რო ვიყავი, რო ვიჯექი. ხო, აბა? ფიქრობდი. აქ რო იყავი შენ ფიქრობდი, მეთქი რა საკეთებ. ლაშა. ხო, ფიქრობდი და იცი რა არის, აი ძიძას თუ ეძებთ, კარგი შერჩევა უნდა ძიძას. აჰა. კარგი შერჩევა, უნდა დაელაპარაკო, უნდა ნახო როგორი ადამიანია, ხო, როგორი პიროვნება, აი, პიროვნება როგორია. ხო, ვახ. პიროვნება, ხო, უნდა გაიკითხოთ მე ეს ყველაფერი, რა ვიცი ხა. ვახო, მომისმინე შენ. იმანაც რომ გაიკითხოს ამაძე და არ მოვიდეს არ გეშინია? გაჩერდი ახლა შენ ერთი წუთი დაწყნარდი. ვახო. ვახო, რა კარგი აზრი მოგვაწოდი, ვახო, შენ ხარ არაჩვეულებრივი ადამიანი. ვახო, წერა ხო არ გეგონა რომ შენზე ვთქვი, სხვა ვახოზე ვთქვი, გაგაცნობ მე შენი ვახოს. შენზე კი არ ვთქვი, ვახო. შენ კიდე რა არის ამდენი ხუმრობა ვერ გავიგე, რა არის? სულ ხუმრობა შეიძლება? კარგი ქეთევა სრულიად სერიოზულობით გეტყვით ეხლა ერთ რამეს. აბა? ძიძას რომ მოვიყვანთ ჩვენ, დაცვად დაგჭირდება. რა თმიდა ეხა დაცვა? შენ კი არა. აბა? ძიძას დაჭირდება დაცვა, თამარი რო ჩამოვა სამტრედიიდან. ოჰ. აი ხო ხარ ას მაიმუნობა. რა მოგივიდა. ქეთევან, თანხაზე მოილაპარაკეთ უკვე შევთანხმდით? იცი ხა რაშია ვახო საქმე, ჩემი მიშიკო ისეთი ბავშვია, მაგის მოვლაში ძიძა აქეთ უნდა მიხდიდეს ფულს. ხო, მაგრამ მე მაინც მაქვს ჩემი ისეთი პირობები. რა პირობები? რა პირობები და ან 300 ლარს გადავუხდი და ჩუმად ვიქნები. ან 350 და გამოვლანძღავ ხოლმე. ესე, ეს ჩემი პირობებია, ესეთი რაღაცნაირი პირობები მეც მაქვს ამ ცხოვრებაში. შენ ხარ ფანტასტიკური ბიჭი, ვახო, შენ ხო არ გეგონა წეღან შენზე. არა, გენაცვალე. ის სხვა ვახოა, გაგაცნობ მე, კარგი ბიჭია. ხო. ვახო. ეხლა დაფიქრდი შენ უკვე რამდენი ვარ ცალში, ა? მე, შენ, ქეთევანი ბავშვით ხელში და ქეთევანი ბავშვით მუცელში. თამარი, ახლა ეს შენი თამრიკო. ახლა ეს ძიძას დაემატება? ჩინელები ვითვართ რა, ჩინელები. ბევრნი ვართ, ვახო. პატარები და სწრაფად უბრალდები. სწრაფად, აი ეს. აი გაიგე. აუ სად არის ამდენ ხანს? შეიძლება საერთოდ აღარ მოვიდეს. რატო? პედაგოგთა ატესტაციაა და თქვენი ეს გაივლის ახლა ეგ ატესტაცია, ა? რა ადვილი ტესტები ყოფილა. გამარჯობათ. კარგი. როგორ ბრძანდებით ბატონო დავით? რა ვიცი რა, აი კარგი, ძალიან კარგად ვარ, რაღაც უცნაურობა და დამიმართა ეხა პირი მიშლება და ლამისად ეხა ეს ერთი თერმოსი კაკაო დავლიერე. ტესტირება ჩააბარეთ, ხო ბატონო დავით? ნე. გილოცავთ. ადლობა. რა უცნაური კაკაოა რა. მეეს. აბა? ой, ჩავაბარე, ეს გამოსწოდა როგორ ტყუილა კარგი ნები. ადვილი იყო ბატონო დავით. ჩემთვის კი. ჩემთვის უკვე აბსოლუტურად ადვილი. რო იცოდეთ რამდენი ჩაიჟრა? აი, როს. დათმას. ჯიბო მითხრა, მაგან თუ გაიარა, შემთხვევით გაარტყავდაო. დაიწყო ჩვენც უკვე ხმაურობთ უკვე. ხმაურობთ უკვე და ხმაური არის. სხვათა შორის ჯიბომ კიდე ბევრი რამე მითხრა თქვენზე.
ბევრი რამე თუ გითხრა, ხო? კარგი ბიჭი ხარ შენ. ძალიან კარგი ბიჭი. ბატონ დავით, ჩემი ბიძაშვილი ძალიან ბევრს მიყვება თქვენზეც სხვათა შორის, იცით? შენც კარგი ბიჭი ხარ. შენც კარგი ბიჭი ხარ და ყველანი კარგები ხარ ძალიან. მიყვარ ხარ და საერთოდ მე ძლიერი გუნდი და ჯგუფი შემხვდა. მე თქვენც არაჩვეულებრივი პედაგოგი ხართ ბატონო დავით. ალბათ. როუცნაური კაკაო გიყვარს კაკაო დიახ ოშა თუ გიყვარს კაკაო მაშინ კარგია სად არის ისევ არ არის ხომ მოსულ ქორიძე აგვარი არა უშავს ბავშვო მოდი ახლა ქორიძე სადაც არის იქ გაუმარჯოს აბა რა ქონდა დღეისთვის დავალება? თავისუფალი თემა ქონდა პატივცემულო მე როგორ ჩამარე თავისუფალი თემა იმღერე არა დავხატე აბა ქორიძე ქარკ თქვენ რა დახატეთ მე აი ბატონო დავით თქვენ რომ გაგხარებოდათ აი სხვა დავხატე მე რო ძალიან გამხარებოდა მჟავე რო დაგეხატა უკეთესი მობრძანდით ბატონო ირაკლი მობრძანდით მოდი მერიკო კარგია ჯერ სრული ბუკეტი არ გააჩნია მაგრამ რომ გასინჯავთ მიხვდებით როგორი ღვინო დადგება აჰა ანუ ეს ბუკეტი ჯერ სრული ძალიან კარგი ეს დიახ ეს თქვენს თუ შეიძლება აჰა განვიცით დიახ ესე იგი ბუკეტი არ გააჩნია აბა დიახ წავედით როგორია არაჩვეულებრივია მე მომეწონა თქვენ რა სიტყვით ხალბატონო მერი შესანიშნავია დიახ ოღონდ ბატონო მორის არევა არ მიყვარს და თქვენის ნებართვით მე ისევ იმას გავსინჯავ შეიძლება ისე ყველას მოწონს მაგრამ ჯერ პროცესი არ არის დასრულებული გასინჯე განსაკუთრებულ თეთრ ღვინოს დაგალევინე აბა დამის სახელი ჯერ არ მოგვიფიქრებია გენდაცვალეთ ამაში რატო ის რა აქ შეიძლება დიდი თეთრი ღვინო ეს რა ის კაცო აი ეს არის ცალკე განსაკუთრებული სტუმრებისათვის აჰა კი ბატონო მე განსაკუთრებული სტუმრები ბატონო ირაკლი დიახ თელი სამინისტროს გადაეცით დიდი მადლობა ძალიან დაგვეხმარნენ კრედიტის გამოტანაშიც და სპეციალისტებითაც მაგრამ ერთი პატარა პრობლემა გვაქვს პრობლემა? დიახ, ერთი პატარა პრობლემა გვაქვს. იცით, რომელიც ჩვენი ძალებით ვერაფრის დიდებით ვერ მოვაგვარეთ ასე. მე აქ რას ვაკეთებ, ბატონო მორის, გისმენთ? დიახ. ჩვენთან ძალიან ბევრი სტუმარი ჩამოდის. მათ შორის უცხოელებიც. ეხლა ჩვენ როგორ ვიქცევით, იცით, ჯერ ბუკლეტებს ურიგებთ, ბუკლეტებს. ეს თქვენი ბუკლეტი. ჯერ ბუკლეტებს ურიგებთ და მერე ღვინოს ვასმენთ. იცით, ინგლისურ, გერმანულ და ქართულ ენებზე ბუკლეტები გვაქვს, მაგრამ ჩვენთან მოდიან უკრაინელები, ებრაელები, ჩინელები, იაპონელებიც და ისეთ თელავში ჩვენ ამის თარგმნელები ვერ ვიპოვეთ. ეკნებთ თქვენ როგორმე დაგვეხმაროთ, ძალიან დაგვავალებთ, ეს ძალიან გჭირდება ჩვენ. დიახ. დიახ. გამისხეთ ეს არაჩვეულებრივი თეთრი ღვინო უსახელო. დიახ. რა პრობლემა? მე მოგიგვარებთ ამ პრობლემას. კი, მომისმინეთ, აი ახლა ხდება. თქვენ ბრძანდეთ ბატონო მორის, რომ ჩვენთან მოდიანო იაპონური, ჩინური და ებრაული, ანუ ხო, ეს ენებზე უკრაინელების. დიახ, კი ბატონო. მე გეტყვით. თქვენ მითხარით, რომ ჯერ ბუკლეტებს ურიგებთო და მერე ღვინოს ვასინჯებთო. დიახ. მე ტაქტიკას შევცვლით. ჯერ რომ გავასინჯოთ ღვინო
აჰა. 1-5-8 11 ჭიქა. და ამის შემდეგ ახლა ბუკლეტი იაპონურად იქნება თუ ძველ ბერძნულად ვინ გაიგებს? სუმა ვიწყდება რომ დეგუსტაციაზე ვარ. ბატონო ირაკლი. დიახ. ერთი ეს დამიჭაშნიკე რა. არა, მერიკო, აღარ მინდა რა. იცი რას გეტყვი ბატონო ირაკლი? აღარ გინდა კი არა, აღარ შეგიძლია. და თუ აღარ შეგიძლია, არც უნდა იტრაბა ხო? ასე არ არის ბატონო მორის? ეს ვინ ჩამოკიდა? დიახ. მერიკო. რა გჭირს კაცო, თუნდაც ხო არ ხარ? ძალიან კარგად ვარ. ძალიან კარგად ხარ? კარგად ვარ. ვაიგე. ბატონო მორის. დიახ. შენ შემოგევლი არ მომატყუა. სიმართლე მითხარი. შეხედე. ეს ახლა მართლა იღიმება თუ მე მეჩვენება? ნამდვილად იღიმება ბატონო ირაკლი, ნამდვილად. დიახ, ნამდვილად იღიმება, დიახ. ბატონო ირაკლი. დიახ. ერთი წუთით. ერთი წუთით. მაპატიეთ. გავარკვიოთ ვინ ჩამოგიდა ისე. დიახ. ძალიან თრალი ვარ. მე მგონი აქ რაღაც ჩამიღარეს. დაწყნარდი? დამისხით ის სახელი რო არა აქ. ის რა დალი? აი ის დავდიე. ის რამდენი? 7. 7 ჭიქა? 7. აუ. ნუ გეშინია მერიკო. გავალთ ახლა სუფთა ჰაერზე და გაგივლის ყველაფერი. ერთიც უნდა გავსინჯო. ერთიც უნდა გავსინჯო. ვაი, მიდი. ის ბატონო მორის. დიახ. აი ეს დავლიეო რო თქვა 7 ჭიქა, აუ. დიახ. ხო. ის აუ ის რა არის? წმინდა საფერავია, ბატონო. ვაშენ გენაცვალა. შეგიძლია 10 ლიტრა გამომიგზავნო, ჰა? როგორ გეკატრებათ? 20 მოგართ. გადავიხდი რა. როგორ გეკატრებათ? 20 მანქანაში ჩაგიწყობთ ხოლმე. შენ გენაცვალე ჩემო მორის რა. მერიკო. მოდი. მოდი გენაცვალე. მოდი. აი ესე. მოდი მერიკო. მე დაგეხმარებით. დიახ. აი ესე. არა უშავს. დავემშვიდობოთ ახლა ბატონ მორის. დავემშვიდობოთ და წავიდეთ თათფირი გვაქვს ხო? და გავიწყდა განრიგით, ხო? წავიდეთ თათფირზე. ერთი თხოვნა მექნება. აი იმას ის ღვინო რო არის. აი ეს ამარო დალია. ჩემი ხათრით მერის ღიმილი დავარქვათ რა. ერთი წასვლის წინ არ დავლიოთ ბატონო. ჰა, ერთი წასვლის. დავლიოთ, იქ დავლიოთ. შენ ხო არ გიყვარს? იქ დავლიოთ, ხო? მზად ხარ რომ წავიდეთ? მე მგონი კი. აჰა. მაშინ შეგვიძლია წავი? კარგი რაღაცო, აღარ მოგბეზდა. ვერ ვათქმევინე რა. ვერ გაგაცილებ ბატონო. ახრა მიშიკო რა 5 წუთით ადრე რომ მოსულიყო ეს ძიძა არ შეიძლებოდა ჰა კარგი ლაშიკო არ ინერვიულო ძიძამ დამირეკა და 10 წუთში მანდვარო აი რა პუნქტუალურია ლაშიკო მოვიდა ეთყობა უკვე მოიცადე მე კარს გავახე მოიცადე გამარჯობა მობძანდით მე ქალბატონმა ნაზიმრო დაგირეკა ძიძა აი ნატუკა მე ქეთუ ხო მე ლაშუკა ხო ჩემი მეუღლეა დაბძანდი ნატუკა კარგად
მოეწყო ესე, კარგად მოკალათდი. ნაზი დეიდა როგორ არის? არა უშავს კარგად. კარგად არის ხო? აი ეს თვალის ოპერაცია რო გაიკეთა ოპერაციაში. კარგად ჩაიარა. ხო, ძალიან მიხარია, ძალიან მიყვარს ნაზი დეიდა ხო? ნატუკა მაისურაძე ხო? დიახ. მაისურაძე ნატუკა. ხო, სადაური მაისურაძე ხარ? რაჭველი. რაჭველი? ძალიან სასიამოვნო რაჭველი. ნატუკა მაისურაძე. დედა რა გვარის არის ნატუკა? დედა ბახტაძე. 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 საიდანღაც ესე მეცნობა ეს ბახტაძე. შენ ჩოხატაურელი თუ ოზურგეთელი? ოზურგეთი. ხო, ბავშვობაში ჩავდიოდით ხოლმე. გარენათესავები მყავს ბევრი, ხო? ხო. 115 სკოლა დაამთავრე, ხო? დიახ. სასწავლო ნაწილმა გაქო. ხო. ძალიან კარგი გოგოაო, ძალიან ბეჯითი გოგო იყო, ყველაფერს ძალიან კარგად სწავლობდა. მეც ისე გამიხარდა, ესეთი კარგი გოგო რო ხარ. მე ძალიან მომეწონე უკვე ნატუკა. ლაშა ხო მოგწონს? მე რა ვიცი, ძალიან ნახე როგორი ლამაზი თვალები აქვს, კარგი გოგოა. კი, რა ვიცი, მომწონს, მაგრამ მეშინია თქმა. ხო, ნატუკა, კიდე რამოდენიმე ისეთი ადამიანურ ქალური შეკითხვა მაქვს შენთან? კი ბატონო, მიკითხეთ. ბოდიში. ხო. ნატუკა, ჩემო კარგო მომისმინე. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება ნატუკა. ცხოვრება ესეთი დაუგეგმავი რაღაცეებით არის სავსე და ესე ვერ დაგეგმავ და წინასწარ ვერაფერს ვერ ვიფიქრებ. მეც ახლა რომ მიყურებ ესეთი მშვენიერი და კარგი რომ ვარ, ძალიან ბევრი რამე გამოვიარე, ხო, ესეთი წლები და რაღაცეები, მაგრამ ქმარსატომ გაშორდი. ეგეც იცით? ხო, რა ვიცი, სასწავლო ნაწილმა რომ მოაღო პირი. ძლივს გავაჩერე სასწავლო ნაწილი თორე მე რა. რაც ვერ შევეწყვეთ ერთმანეთს და ვერ შეეწყვეთ? ვერ შეეწყვეთ ერთმანეთს და მაგიტომ დაკარი ფეხი და გამოვარდი? რა ვიცი, თან მანამდე 2 ცოლი წავდა და 2 ცოლი ყავდა მანამდე? 2 ცოლი? და მაინც დაკარი ფეხი და ამიტომ გამოვარდი. რაღაცნაირი ლოქოც იყო. ვახო ყოფილა სუფთა რა. ხო, მე ძალიან მომწონს, რომ შენ ესეთი ბიჭები არ მოგწონს. ძალიან მოხარული. შეიძლება მეც გითხოთ? რა თქმა უნდა, ბაქრისტვის ვარ. როგორი პირობები გაქვთ? მაინც რამ ვიცოდე წინასწარ. პირობებზე მოგახსენებთ ახლავე. ნუ დილის 10-დან საღამოს 6 საათამდე ბავშვის კვება, დაძინება, გასეირნება. ხო, ეს ისეთი ძირითადი პირობები, მაგრამ მეც მაქვს ჩემი პირობები. ხო, ეხლა რა ხდება ნატუკა? ჩემი მიშიკო ძალიან მუსიკალური ბავშვია, იცი, ძალიან მუსიკალური ბავშვია და მე ვამაყობ ამით, მაგრამ ერთი წუთით მე ეხლავე მოვალ რაღაცას განახებ. ეხლავე დავბრუნდები ერთი წუთით. ძალიან მუსიკალური ბიჭია. მოდი ვახო, მოდი. რა მოიცვალე რა? კი, ახლავე გაიცანი ეს ძიძა, ნატუკა. ვახო. ნატუკა. ვახო. შენ არა ხარ გამოცვლილი? არა გელოდები შენ. მე ახლა უნდა შევსულიყავი, უნდა გამომეცვალა. ავიღებ საფულის და წავიდეთ. მიდი მანამდე გამოიცვალე. ხო, ჩამიცვალ მეც. ხო. ნატუკა მართლა. პირობებზე რომ საუბრობდით, მიშიკოს აქვს ძალიან ფხიზელი ძილი. ძალიან ფხიზელი ძილი და რომ დააძინებ, ძალიან გთხოვ იქნებ, ცოტა ფრთხილათია რო აქ, ხო? და კიდევ აი იქ რო დაიძინებს ერთი. არის იქ ერთი, რო დაიძინებს, აქ საერთოდ არ გაიმძრე. ნატუკა ძალიან საშიშია. მიდი. უკაცრავად, იქ რა ხდება, შეიძლება ვნახო? ხუმრობს ლაშა, იხუმრა. დავძანდით. ნატუკა ხო? დიახ. ვახო. ნატუკა, იცი რა არის? იქ ცხოვრობთ მე და თამარი. თამარი ჩემი მეუღლეა. ხო, ეხა სამტრედიაში აიქიმ ბაშთან კურნალობს ფეხზე. ხო, არაფერი ისეთ ჩასში. ყველაფერი კარგად ეს ნელ-ნელა მიდის. ნატუკა. დიახ. ეხა თუ მაინც და მაინც გაინტერესებს შემიძლია შევიდეთ და დაგათვალიერებინეთ. არა, იყოს მე რა ვნახავ. ხო რა იცი.
ხო, ისე სულ დამავიწყდა. მიშიკოს ძალიან უყვარს მულტფილმების ყურება. ხო და აი ტელევიზორი აქ დგას. ხო, აი ჩაურთავთ და აი ნახე რა, ამ არხზე მოკლედ სულ სერიალები გადის რა. სულ სერიალები. მეც არ მეყვარს სერიალების ყურება. ხო, აბა აი მოусმინეთ რა, აი მოусმინე რაზე ლაპარაკობენ, აი მოусმინე. ნახე რა. ნახე, აი დასეუნება გაიგე. დღეს პირველად გნახე და ძალიან მომეწონე. არ ვიცი რა, ამას თუ ვინმე უყურებს, მე არ ვიცი რა. ქეთევა. ლაშა, მე აქ რაღაც არ მომწონს. შენ შეამჩნიე, ხო? ლაშა, სიფხიზლეს თავი არ ტკივა. სიფრთხილია ეგ, სიფრთხილე. რაც არის? ნატუკა? დიახ, აი. შეხედე ნატუკა, მე ხლა მინდა აგიხსნა. სერიალი სუგა. ხო. ნატუკა მომისმნე? ესე იგი, მე აღნიშნე რომ ნასაა, ჩემი მიშიკო არის ძალიან მუსიკალური ბავშვი, ესე იგი, აქ რა ხდება? ეს არის სიმღერები, დაიმახსოვრე, რომელიც არ უყვარს ჩემს მიშიკოს. აქ აი ეს არის ის სიმღერები და აქ არის ის სიმღერები, რომლის გარეშეც ჩემი მიშიკო ვერ იძინებს. ამიტომ შენ ახლა ამას ისწავლი და მიშიკოს ძილის წინ უმღერებ ხოლმე. კარგი ხარა, კეთება. კარგი, ნახე რამდენია ეს როგორ უნდა ისწავლოს და ცოდვა. ქეთევა, მოდი ერთ წამს. ქეთევა. დაინახე როგორ დაიცვა? სიმღერის სწავლა თუ დამჭირდებოდა, ნამდვილად ვერ ვფიქრებდი. აი ნახე. აი ამას ვღეროდი ამ სიმღერას მე ბაღში. ხო? მოიცა? აი კარგად რო დადოს, აი ამას აქეთკენ გადავდებ რა. გვერდზე ცოტა და აი ეს გამართვე. ოჰო. აი. ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით, ძალიან მიხარიავს. ხო, მე არ მოვლე? კი, მოვლენ, მაკა. კიდევ ერთხელ გილოცავ ამ ბარის ყიდვას და ახლა პრეზენტაციას მაიმე ძალიან დიდი მადლობა. არაფერს. მადლობა. მეც გილოცავ. მადლობა დათო. მე ხარ უთხარი გილოცავ, ხო, უთხარი? ხო. მე უთხარი გილოცავ, ხო? აი, გამოფხიზდი ესე იგი. ეს რა კაკაო დამალევინა მაიკო, ჰა? შენ გათრობს კაკაო, ჰა? კაკაო გათრობს? ლაშა, ჰა? ბოდიში რა დათო რა, ისე ვახოზე და იმ ძიძაზე ვფიქრობ რა. აი გასა, აი ეს. მოგეჩვენებოდა შენ რაღაცა, მე ვერ წარმომიდგენე ახლა რომ ვახო ებრანჭებოდა იმას თავში. რა მომეჩვენებოდა? მოგეჩვენებოდა. არა, არ მომეჩვენა. წავიდა თამარი და აიშვა ბიჭმა. რა მიხეს? მე ესე არ მოვიცი. არც მე. რა არც ირაკლი? არ წუნებული. კი, არ მოვიქცეოდი. არც ირაკლი, არ მოიქცეოდა ესე. მარია რო გაიშვა სადმე 100%-იანი. გეუბნები 100%-იანი კი არა 100. აი ცოტა. ატავახდებაო. ეს არის ირაკლის ფიგურა? ფიგურა სახშია, ეს არის ქორი. გამარჯობა, გიხოთ კიდევ ერთხელ. გამარჯობა, ბატონაშა, მოგესალმებით. ბატონ დავით, ისოცხლე, სასიამოვნოა. დიახ. აი, გაიცანით, ეს არის ჩემი მერი. რა? იცი არა მათო. რა? ჩემი თანაშემწე. კი, რა იციან, კაცო? ატავახდებაო. კი, იციან. იციან, ამან მომიყვა, ამან. ამის მოყოლილი. სასიამოვნოა მერი. დიახ. ერთი წუთით. დიახ.
ხელი სად დავიბანო? ხელი აი ერთზე რომ შევძანებით, აი იქით ხარ ეს არის. ერთმა, რა თქმა უნდა. კი ბატონო, ერთმა გეუბნები. იქ არის. მადლობთ, ბატონო დავით. აი, ნახე რა, ხო ვითომ მერი უხასიათო უჯმური რაღაცნაირი ხო. ხო, მაგრამ მაინც ჯიგარია რა. ჯიგარია ხო? ჯიგარია ხო? ხო რა იყო? მივლინებაში ხარ ხო ეხლა შენ? რა მოხდა? ვერ გავიგე, თანამშრომელთან ერთად მოვედი ბარში რა, არ შეიძლება, რას მიყურებ? როგორ არ აქცხვენია? რისი კაცო? როგორ არ აქცხვენია რა? რა ხდება? არა, ლაშა რა, მარტო მე და შენ დავჭით ერთგული მამაკაცი. ფაქტიურად. მოვედი ბატონო დავით. მოხვედი? აი თქვენ რომ დამიბარეთ. მე დაგიბარე? ექსკურსიაზე ხარ, ხო? გაჩენდი კაცა შენ. სადაგიბარე? თქვენ მითხარით რომ ბარში გვაქვს მეცადინეობა და იქ მოდიო და მოვედი. დავჭი მარტო მე. დამძადი გეცვალე, დამძადი. თქვენ ირაკლი ბრძანდებით, ხო? დიახ. ბატონი დავითი გვიყვება ხოლმე თქვენზე. და თქვენ ვახო ხართ, ხო? არა, მე ლაშა. უკაცრავად რაღაც ძალიან სევდიანი სახე ქონდა და ვიფიქრე ვახოა თქო. დაიწყე შენ ხატვი ხა ამოიღე. აბა? ამდენი კაცი ხარ და არაფერი შეუკვეთეთ? თქვენ თამარი ხართ, ხო? ისტათ ეგეთი წარმომედგინეთ. ფეხი როგორ გააქვთ? გაწყნარდი მერი? ეს დათო სტუდენტი. ნუ ციკო. სტუდენტი? ბარში? და დიახ, სტუდენტი ბარში. დავიბარე აქ რომ დახატოს ბარი. და სხვათა შორის თქვენი შულის დავიბარე და აკაცაცდეს. დავალება მქონდა ესეთი რომ ბარი უნდა დაეყო ზეთქი. როგორ მიხარია რომ მოხვედით, ვიცით რა, ძალიან გთხოვთ, ნუსხეთ ხართ რა, ასეთ გაერთეთ იმხერულეთ. სხვათა შორის შამპანიორი გვაქვს უფასო და არ მოგერიდოთ. აი აგერდებს აიღეთ მიირთვით რა. უკაცრავად. რა გნება? მაკა. არის შამპანიორი გვაქვს უფასო. შეშინდა. რა ხდება? ალო. ვინარი? სანდრო. სანდრო, ხო. უპასუხე რა. მოიცა ერთი წუთი. ალო. ხო სანდრო. როგორ ახარ? ძალიან კარგი, სად ახარ? სტოკჰოლმში? მაგარია. სალომე შენთან არის, ხო? მარსელშია? მარსელში რა უნდა? შენ გეძებს? ძალიან კარგი. ჩვენ ბარში ვართ. ვინ? ირაკლი და მერი, დათო და ნუციკო, მე და მაკა. ხო. კარგი. რაო? ეთქობა სხვაგან მოხდიო და გამითიშე. დასხით ახლა რაღაცა დასხმულს მოვიდა. რა იყო ახ? მოკვდი?
ლაშა. მოდი. მოდი. ვაიმე. მიშველეთ ხალხო. მიშველეთ. თეთრებში ჩაცმული კაცი მეძახის მომატყუე რა? არავის არაცვი აქ თეთრი. არავის. აი არაცვიათ, მაგრამ წამოღებული აქვს და მე ჩაიცვამე რა. ეს მერი, ეს ახო ზეიმია ახლა. ხო? აგა ზეიმია და ეს გამგთობია. ხო, გამგთობი დაიქირავს ახლა ეს ბურთებს აყრის, ცეცხლს გამოუშვებს, გველებს რაღაც გაგვართობს. არ ნერვია. ეს რა ხდება აქ? ირაკლი და დათო ვიცანი და ეს რა? არ მეკითხვა შენთვის ვა ხო? რა მე? დღეს არის კაცთა საერთაშორისო დღე გილოცავ მართლა. დღეს ჩვენ შეგვიძლია მამაკაცებს ხო უცხო მანდილოსნები დავპატიჟოთ სადმე ბარში გავეპრანჭოთ ხო ხდები? ნუ აი დასაშვებია ეს კი ყველა მიცის. არგი გამატარე. მაგამ დღეს ძალიან ლამაზად გამოიყურები. შენ ძალიან თეთრად გამოიყურები. ხო. მაგამ ამ საღამოს რა საკეთებ? სამიცადი. ხო და მე ახლა სადღაც გეტყვი რა. მომისმინა კაცო ადროს ხატო. დიო. და ირაკლი გადავიხი ერთად. და ამ ფოტოს გავყიდი მინიმუმ 100 ლარად. გენიოსი ვარ. ხო. აი, ასე მიუგო სოფლის ექიმმა. იცოცხლი. მე თუ შეხტებთ. დიახ, დახადეთ, დიახ, მიხედავ. საქმეს ლაშა. ლაშა. მოდი. შეხედე. დათო და სტუდენტი. ყურებით ყავს დაჭერილი. არა. აღიარე რომ გენიოსი ვარ რა. გენიოსი. მივალ უხერხულია. ანუ მოდით კაცო, მოდით თქვენ. ვახო, მაკა. ხო, აბა. მოდით რაღაცა თქვა. აბა. აბა. აი, გამომართვი. აი, ბანდო დავით. დიახ. გენიოსი ხო? გენიოსი ვარ მე. მოკლედ რა ლაშა რა. ძალიან მაგარი ქალია ეს შარლის ტერორი. ხო? ადგილობრივ მანდილოსნებს გავწდით და ჰოლივუდს დავერიეთ? კარგი ხარ რა, რას მაიმუნობ რა, რას მაიმუნობ? რა არის რა? საიდან მოიტანე ახლა რომ მიშიკოს ძიძას ვეპრანჭებოდი მე? მაკას? რა მაკას? რა მაკას რა? სასმელზე დაპატიჟება, თაიგულის ჩუქება და სახლამდე მიცილება რა გაპრანჭვა? საერთოდ შენი ბრალია ეგა. ხო, შენი ბრალია, ხო, ეს კაცების დღეაო, რაღაცა ვაიტეხე, რაღაც უაზრობა. კარგი ბაყო, მე ხმას არ ამოვიღებ. კი ბატონო, მე ხმას არ ამოვიღებ, მაგრამ ხო, თამარი რო გაიგებს ამას, მე შენ თავს დააბრალე. საიდან გაიგებს? აი, საიდან გაიგებს? ლაშა, შეხედე რა საყვარელი ფოტო გადავუღე მიშიკას, შეხედე. მოიცა. ეს არა. არც ეს. მოიცა, ეხლა მოიცა. ვაიმე, მოიცა, ეს ვინ არის? რა ხდება ეს? რა არის ამიხს ვახო? ხო? მოდი აქ ამიხსენი რა ხდება აქ ვახო? რა ხდება ვახო აქ? ვინ არის ეს?
ჰა? ეს არის მერი. ხო? ირაკლის მდივანი. ხო? ეს არის ნუციკო დათოს სტუდენტი, ხო? ხო? აი ეს ხელი რომ გაქვს გადახვეული და ჭიქას რო უჭახუნებ, ვინ არის ეს? ჰა? ბახო, ამიხსენი, რა ხდება ბახო? ქეთევან მე ხა სათვალეები არ მაქვს და საერთოდ ვერაფერს ვერ ხედავ. საერთოდ. ვერ ხედავ ბახო? ხო და აი ეხლა დაინახავ როგორ მორბის ფეხმოტეხილი გოგონა სამტრედიიდან. ერთი წუთი. 211